კაი გამარჯობა, მამების დროს უყურებთ და ერთი პატარა სიახლე გვაქვს, რომელიც ძალიან მიხარია მე და ლადოსაც და წესით ჩვენს მაყურებელსაც გავუხარდებ, ასეთ რაღაც გადავწყვიტეთ. თვეში ერთხელ მაინც გვექნება კონკრეტულად სამედიცინო მამების დრო. იქიდან გამომდინარე, რომ მაყურებელმა არაერთმა გთხოვა რაღაც საკითხები გაგვეშუქებინა და გაგვიმართლა და ქალბატონი ეკატერინე ბერიშვილი დაგვთანხმდა. გუშინ დავესწარი თქვენს ლექცია ქვია თუ სწორად საჯარო გამოსვლას, სადაც უამრავი მშობელი იყო და მართლაც აქტუალური საკითხია, მით უმეტეს ძალიან დიდ აღმოჩენაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით მოხდა. მოკლედ, ქალბატონი ეკატერინე ბერიშვილი ბერნი, გახლავთ მამების დროს სტუმარი, ქართველი მეცნიერი, მედიცინის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი და უღრმესი მადლობა, რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო და მადლობა იმისთვისაც აკეთებთ და უამრავ ადამიანს იმედი მიეცა, რამდენადაც ვიცი და მივხვდი გუშინ ასაც ვისმენდი, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ დავჭი, იმიტომ რომ სხვა გადაღება გქონდა, მაგრამ დღეს აბსოლუტურად ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ ჩემო ბატონო ლადო. Რაღა შეიძლება დავამატო იმას, რაც ჩვენ თქვი, მივესალმე მაყურებელს, მივესალმე ჩვენს სტუმარს და მადლობას გეტყვით, რომ თქვენს დატვირთულ გრაფიკში შევესწარით კიდეც, რომ რაც სანამ დავიწყებდით, სულ ვიღაც გთხოვთ შეხვედრას, გვერდში დგომას და ფიზიკურად დრო გამონახეთ ჩვენთვის და ძალიან დიდი მადლობა და ბევრ დროს აღარ წაგართმევთ, ამიტომ გადავალთ პირდაპირ შეკითხვაზე, ვიდრე უშუალოდ თქვენ პროფესიაზე ამ სამედიცინო კუთხით წავიდოდით, ასეთი კითხვა გვაქვს. ძალიან ცოტაა ამ სფეროში ლიდერი ქალები, თუმცა წარმატებული მეცნიერები. როცა გადაწყვიტეთ, რომ ამ სფეროსთვის უნდა მიგეწყვნათ თავი, აი მამის დამოკიდებულება, ოჯახის მხარდაჭერა როგორი იყო და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ეს ყველაფერი? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო პოდკასტში მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, მადლობთ. და მივესალმები მეც მაყურებელს. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ძალიან საინტერესო შეკითხვაა და სიმართლე გითხრათ არ მიფიქრია ამაზე, იმიტომ რომ მე მახსოვს მქონდა პრობლემა ოჯახში, რომ მე მინდოდა სამედიცინოზე ჩაბარება, დედა ჩემს უნდოდა რომ ჩამებარებინა ბიოლოგიურზე და მამა ჩემს უნდოდა თუ სამედიცინოზე ჩავაბარებდი, აუცილებლად სტომატოლოგიური ფაკულტეტი ამერჩია, რომელიც არც ერთი გამოვიდა და არც მეორე, საბოლოო ჯამში ჩავაბარე სამედიცინოს უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე, მაგრამ ეს გავაკეთე მოტყუებით, ანუ მშობლებს უთხარი რომ შემქონდა სტომატოლოგიურზე და ამ დროს საბუთები შევიტანე მედიცინის ფაკულტეტზე. და შემდგომ ესეთი წლები დაემსხვა ჩემს სტუდენტობას, რომ არ იყო ძალიან ტკბილი, თბილი და საამური დრო საქართველოში, ეს 90-იანი წლებია, როდესაც არც შუქია, არც წყალია, არც სინათლეა, არც განუკითხაობა სრული ქუჩებში. და სტუდენტობის დროს მე მყავდა პატარა ბავშვი, ადრე დავოჯახდი. და ყოველ შემთხვევაში ისეთი სიტუაცია იყო, რომ ყველაფერი მიწყობდა ხელს, რომ არაფერი არ მეკეთებინა, ამ ხრივ არ განვითარებულიყავი, მაგრამ ამ დროს მესამე კურსზე უკვე ოჯახთან აღარ ვიყავი, რა თქმა უნდა, მყავდა უკვე მეორე ოჯახი, ანუ სადაც გავთხოვდი, ჩემი მეუღლე, ჩემი დედამთილი და ჩემი დედამთილის მხრიდან მქონდა ძალიან დიდი ხელშეწყობა სულ. პირიქით თუ რაღაცა ვიზარმაცებდი, ის იქიდან მიყინჯინებდა, რომ აუცილებლად ქალი ხარ და უნდა გქონდეს შენი პროფესია და უნდა ჩამოყალიბდე პროფესიონალად და აი ესე მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც აღმოჩნდი კლინიკური ანატომიის კათედრაზე, ოღონდ ამ შენობაში არა, ეს იყო ძველი ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, მატონზურა კაკაბაძის კათედრა იყო და მას სულ ეს ახალგაზრდები თავს ეხვეოდა, იმიტომ რომ სულ რაღაცა ექსპერიმენტები ტარდებოდა, საინტერესო კვლევები ტარდებოდა და აქედან გამომდინარე მეც ჩავერთე და აი დამაინტერესა აი ამ სამეცნიერო კვლევამ, რასაც ქვია და ამის შემდეგ სულ ამას ვამბობ, რომ ზურა კაკაბაძემ დამაავადა აი ამ მეცნიერების ვირუსით და ამის შემდეგ აი ესე წავიდა ჩემი
პროფესიული კარიერა ესეც არ იმართა. მამა და დედა ხო და ბებია იქნებოდა ისა ბედნიერი, რომ ყველა ბების სოცრება ხო ჩემი შვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს. აი ამ შემთხვევაში რა ვიცი ახლა მამას უთხავს მიჭერდა ყველაფერში, მაგრამ მამა ჩემს უნდოდა რომ მეც სტომატოლოგი გამოვსულიყავ, იმიტომ რომ თავად იყო ამ სფეროს წარმომადგენელი და მე რა ვიცი ბევრმა არა მამა მითამაშა, თქვა, ჩემი დედამთილს აქვს ძალიან დიდი წვლილი ამაში შეტანილი და ამის თქმა არ შეიძლება. იმიტომ რომ ჩემ დედამთილს ადრე დაეკარგა მეუღლე და მარტო დარჩა ბავშვილებთან ერთად და მან ყველაზე კარგად იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის კონდეს თავისი პროფესია, იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი და ასე შემდეგ და ეს ნამდვილად გადმოუცა ეს თავისი გამოცდილება და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე ეს შემძლებოდა. ძალიან საოცარი მოსასმენია დედამთილის ასეთი დამოკიდებულება. უმეტეს შემთხვევაში ისეთი ისტორიები გვესმის ხოლმე, უმეტეს დედამთილებიდან გამომდინარე, რომ მისასალმებელი ამბავია მოკლედ. და იცით, სანამ კიდევ ისევ წავართ პროფესიული იმისკენ, რაღაცა ოჯახსაც უკავშირდება პირველ რიგში პრინციპში ოჯახს ეხება და შვილებს ჩვენის. აი ევროპაში როგორი გამოცდილება გაქვთ ნანახი ოჯახების თუნდაც პროფესიის არჩევის შემთხვევაში, რამდენად ერევა დედმამა შვილის არჩევანში, როგორი დამოკიდებულება აქვთ კარის ზღურბლს მიღმა. მანამდე მაყურებელს უთხრათ, რომ ქალბატონი ეკატერინე არის ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი და წლების მანძილზე ცხოვრობს შვეიცარიაში, რომ უფრო კომპეტენტურია მისიაზე ევროპულ ოჯახთან დაკავშირებით. კეთილი, მაშინ ისეთი გამოთქმები, როგორიც არის გავათხოვე, სკოლა დავამთავრებინე, ინსტიტუტი დავამთავრებინე, უცხოეთში არ არსებობს და არ არის მოხმარებაში. ასევე არის, რომ არავინ არ ერევა მშობელი, როგორც წესი, შეიძლება უნდოდეს მას, თქვათ, რომ ის ყოველთვის ესეა საერთოდ მშობელს, რაც აქვს ასე ვთქვათ სურვილი და რომელიც ვერ განახორციელა თავისი ცხოვრების მანძილზე, მას სურს ეს თავისი სურვილები და ოცნებები განახორციელოს თავის შთამომავლობაში და ამას ხედავს ერთ-ერთ შვილში ვთქვათ და ამას ავითარებს. და ვერ ხვდება რომ რამდენად ხშირად ის პიროვნება არის აბსოლუტურად განსხვავებული თავისი მისწრაფებებით, თავისი ცხოვრებით და ჩვენ ფსიქოლოგიურ ძალადობას ვახდენთ ფაქტიურად ადამიანზე, ისე რომ ვერ ხვდებით. ამიტომ უცხოეთში მე ძალიან ბევრი რამ სხვანაირად დავინახე, განსხვავებით იმისგან, რაც ხდება საქართველოში. მშობელი არასდროს არ დაარღვევს შვილის პირად სივრცეს, რამდენადაც უკმაყოფილო არ უნდა იყოს მისი საქციელით. მე შევსწრები ვარ ამ რამოდენიმე ასეთ სიტუაციას. შეიძლება გვერდით, თქვათ, გაკიცხონ ვიწრო წრეში, მაგრამ მას არაფერს არ ეტყვიან. ამ პატარა შეცდომების დაშვების უფლებას აძლევენ აუცილებლად და რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება არჩევანს, ანუ ისეთი არჩევანის გაკეთებას, როგორც არის პროფესიის შერჩევა, თავის ცხოვრების განკარგვა, ამ შემთხვევაში ნაკლებად ერევიან, არ ერევიან. შეიძლება არის ისეთი შემთხვევები, რომელიც მე არ ვიცი, მე ჩემი გამოცდილებიდან გიზიარებთ ის, რაც მე მაქვს ნანახი, ცდილობენ, რომ არ ჩაერიან, იმიტომ რომ თვლიან, რომ ეს არის მათი ცხოვრება, მათი არჩევანი და ამას უნდა სცენ პატივი. კიდევ ვიკითხავ ერთ კლასგარეშე შეკითხვას დავსვამ რა ის. წეგანაც გიყვებოდით ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა გვიცხა, რომ ბუნებრივია შვილის ფიზიკური დასჯა ცემატყება ყოველად მიუღებელია და კომენტარებში გაგვიცხეს გემრიელად. აი ამ ხრივ როგორი გამოცდილებაა იმავე ჟენევაში, თუ ოდესმე შესწრები ხართ ყური მოგიკრავთ, რომ შეიძლება მშობელი შვილს ხელით შეეხოს. არა, მე არ მინახავს და არც შევსწრები ვარ და ანუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ როცა ვსაუბრობთ ესეთ რაღაცეებზე, უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული კონტექსტი. რაც ხდებოდა 20 წლის წინ, თუნდაც საქართველოში დღეს იგივე რაღაცის ჩადენა არის ყოველად მიუღებელი და დაიგმობა იმ წუთასვე.
დღეს არც ერთ დასავლურ ქვეყანაში თქვენ ვერ ნახავთ რომ მშობელი ძალადობდეს ფიზიკურად შვილზე, ანუ ცემა ეს არის ძალადობა. რა თქმა უნდა. ფიზიკური ეგრევე თუ ეს დაინახა ვინმე, იქაც სხვადასხვა სოციალური ფენებია და ალბათ რაღაცა სოციალურ ფენაში ესეთი შემთხვევები ხდება, არ არის ისე რომ უცხოეთში საერთოდ არ ხდება არაფერი და ყველა ანგელოზია, არა, ნამდვილად არ არის ესე. ესეთი შემთხვევებიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სოციალური მუშაკები ეგრევე დიდ ყურადღებას აქცევენ ესეთ ეპიზოდებს და ესეთი მშობლებისგან შვილებს იცავენ. ჩემი ბავშვობის დროს ეს ნორმა იყო. კი, სკოლაშიც მათ შორის. სკოლაშიც მე ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, აქვე მინდა ვაღიარო, არ ყოფილვარ ბეჯითი, დამჯერი და ასე შემდეგ. კლასშიც ხანდახან არ ვიქცეოდი, გადმოლაპარაკების დროს ძალიან ხშირად მომხვედრია მასწავლებლის მწარე ხელი. მე სკოლის პერიოდში თმა მქონდა და აი ზუსტად მაგალითად მათემატიკის მასწავლებელს მახსოვს დიდი ბეჭედი ეკეთა და ზუსტად იმ ბეჭედით გიკაკუნებდა თავში. მწარე იყო. და ეს იყო ნორმალური, ძალიან ნორმალური იყო, ნორმად ითვლებოდა და ამას არავინ ესეთ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, მაგრამ ახლა ამ პერიოდში დღეს ამისი არ ამგონია ეს ხდებოდეს და თუ ეს ხდება ის ეგრევე წარეთ იქნება გაკრიტიკებული სუმცირე. გადავიდეთ ახლა თემაზე. მიდილადო. გადავიდეთ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ისტორიით დავიწყოთ, დიაბეტის ისტორიით დავიწყოთ, თქვათ, როდის გაიცნო ადამიანმა ეს დაავადება და რას ნიშნავს ტიპი, ანუ რა ტიპი 1, ტიპი 2, რატომ იყოფა ასე და ამის შესახებ რო გითხრათ. დიაბეტი ცნობილი არის ჩვენი წელთაღრიცხვით 3500 წლიდან. კიდე ეგვიპტელებს აქვთ აღწერილი, როგორც აი ხშირი შარდვა, აი ესეთი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ხშირი შარდვა. მე ინდოელებს აქვთ აღწერილი, როგორც ტკბილი შარდი, ერთ-ერთი გამოვლინება არის, რომ ურინაცია, მაგრამ ეს შარდი არის ტკბილი. შემდგომში უკვე აღწერა დიაბეტის მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაშინ კლასიფიკაცია მოხდა, ანუ დაყოფა როგორც ინსულინ დამოკიდებული და ინსულინ დამოუკიდებელი დიაბეტი და ცოტა მოგვიანებით უკვე ჩამოყალიბდა ისეთი კლასიფიკაცია, როგორც დღეს ჩვენ ვიცით, ტიპი 1 დიაბეტი, ტიპი 2 დიაბეტი, რომელიც განასხვავებს ამ ორ დაავადებას. ანუ ეს დაავადებები რაღაც საბოლოო ჯამში ერთნაირ კლინიკას გვაძლევს, ანუ ერთნაირი სიმპტომები ყალიბდება, მაგრამ მათი განვითარების მიზეზი არის აბსოლუტურად განსხვავებული. აი ეს მიზეზებიც რო გითხრათ. კეთილი, ანუ ტიპი 1 დიაბეტი გახლავთ აუტოიმუნური დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი იმუნური სისტემა, რომელიც ჩვეულებრივად წესით და რიგით უნდა ებრძოდეს ვირუსებს, ბაქტერიებს და უცხო სხეული უნდა განდევნოს ორგანიზმიდან, რატომღაც ამოიცნობს ამ ინსულინ მაპროდუცირებელ უჯრედს ისე როგორც უცხოს და მიაქვს იერიში ამ უჯრედებზე და ანადგურებს მათ. ანუ ეს გახლავთ აუტოიმუნური დაავადება, ანუ საკუთარი იმუნიტეტი ანადგურებს ჩვენს საკუთარ ქსოვილს, თავის საკუთარ ქსოვილს, იმიტომ რომ რაღაცა ეშლება, რაღაცა დარღვევა ხდება. ახლა რატომ ხდება ეს? არ ვიცით ზუსტად, ვიცით ის, რომ აქვს ამას გენეტიკური წინასწარ-განწყობა, მაგრამ ეს მხოლოდ გენეტიკური წინასწარ-განწყობა არ არის საკმარისი. იმიტომ რომ ხანდახან ეს დამტკიცებულია იმითი, რომ იდენტურ ტყუპებში, რომლებიც გენეტიკურად იდენტურები არიან,
50%-ში ერთ სტულბს უვითარდება დიაბეტი და მეორეს არა. იმათ, ვისაც აქვს ეს გენეტიკური განწყობა. ანუ მარტო გენეტიკას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დაავადების განვითარებაში, აქ კიდე არის სხვა გარემო ფაქტორები, ეს რა გარემო ფაქტორებია, ზუსტად არ ვიცი, შეიძლება იყოს ვირუსული ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია, სხვადასხვა ტრიგერი, რომელსაც ადგილი აქვს და რომელიც იწვევს აი ამ დაავადების განვითარებას. რაც შეეხება ახლა ტიპი 2 დიაბეტს, ეს არის მეტაბოლური დარღვევა. ამ შემთხვევაში მოდი კიდე დავაზუსტებ, იმიტომ რომ უფრო კარგად დაგვეხმარება ახსნაში და მაყურებელმა რომ უკეთესად გაიგოს, ანუ პირველი ტიპის დიაბეტის დროს ეს უჯრედები მთლიანად ნადგურდება, ანუ უჯრედები, რომლებიც გამოყოფს ინსულინს, არის განადგურებული. ფაქტიურად ინსულინი აღარ გამომუშავდება ორგანიზმში და ადამიანმა უნდა მიიღოს ინსულინის ინjekციები იმისთვის, რომ იცოცხლოს. იმიტომ რომ ინსულინის არ ქონა სიცოცხლესთან შეუთავსებელი. რაც შეეხება ტიპი 2 დიაბეტს, არის მეტაბოლური დარღვევა, რატომღაც ვითარდება ინსულინ რეზისტენტობა. ინსულინ რეზისტენტობა რას ნიშნავს? ახლა ინსულინს გამოიმუშავებს ეს უჯრედი, ამ უჯრედს არანაირი ის არ ეხება, არანაირი იმუნური ის არ აქვს. იმუნური სისტემის მიერ არ ხდება მათი განადგურება, მაგრამ რატომღაც ეს ინსულინი ვერ ახსნის უჯრედს, ანუ იმის რას აკეთებს ახლა ინსულინი? ინსულინი როცა გამოიყოფა, ის არის მოქმედებს როგორც გასაღები, ის ხსნის უჯრედს და შაქარი სისხლიდან გადადის უჯრედში და ამ შემდგომ ამ გლუკოზას, ანუ შაქარს უჯრედი მოიხმარს როგორც ენერგიას, ანუ ენერგიის წყაროდ გადააქცევს. კუნთოვანი უჯრედები მოიხმარს ყველაზე მეტად და თავის ტვინის უჯრედები, ანუ შაქარი ყველაზე მეტად ჭირდება კუნთებს და თავის ტვინს. მოკლედ ინსულინი რატომღაც ვეღარ აქვს ძალა, მაგრამ ის რეცეპტორი, რომელსაც ინსულინი უმაგრდება, აღარ მუშაობს ისე როგორც საჭიროა, ამიტომ ინსულინი კი არის, მაგრამ უჯრედს ვერ ხსნის, ანუ კლიტი არის დაზიანებული, თვითონ გასაღები არის. და ამ შემთხვევაში მთელი ეს შაქარი გროვდება ისევ სისხლში, ანუ შედეგი იგივეა. რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეს შაქრის დაგროვება სისხლში თავად ამ ინსულინმა პროდუცირებელ უჯრედებსაც აზიანებს. და საბოლოო ჯამში ინსულინიც აღარ გამოიყოფა ამ უჯრედებში. და ხდება ტიპი 1, ტიპი 2. ტიპი 2 გადადის ტიპი 1-ში. ხო, მოკლედ აი ესეთი ძალიან გამარტივებულად აი ესეთი. ხო, ჯობს გამარტივებულად რომ მარტივად აი ესეთი სიტუაცია გვაქვს და ეს არის განსხვავება ტიპი 1-სა და ტიპ 2 შორის. აი ეს პირველად შეხვდათ რომ ემზადებოდი თქვენთან მოსასვლელად, ლადა დიაბეტის შესახებ ძალიან მწირი არის ხოლმე ინფორმაცია, ერთ-ერთი მაყურებელი წერდა ერთ-ერთ პოდკასტს. ეს ლადა დიაბეტი არც მე გამიგია და რას ნიშნავს ესეც რო გითხრათ? ეს ლადა დიაბეტი ვითარდება მოზრდილ ასაკში. წესი დიაბეტი, როგორც წესი, ვითარდება ხოლმე ბავშვებში. ბავშვთა ასაკში ხდება პირველად მისი მანიფესტაცია და მისმა უკვე რომ ჩამოყალიბებულია დიაბეტი უკვე გვიანი არის, იმიტომ რომ მთელი რესურსი რაც კი უჭრედული იყო განადგურებულია და ბავშვობიდან ადამიანები არიან ინსულინზე და სწავლობენ ცხოვრებას ამ ტიპერ დიაბეტთან. ლადა დიაბეტი გახლავთ ისეთი ფორმა, რომელიც უკვე ვითარდება მოზრდილობაში. და ხშირად ეშლებათ ხოლმე ტიპ 2 დიაბეტთან და ამ დროს არის ტიპი 1 დიაბეტი და ესეთი განსხვავება რატო ხდება და როგორ ხდება ზუსტად ამაზეც ინფორმაცია ჯერ არ არის, მაგრამ მოგვიანებით ასაკში, მოზრდილ ასაკში ხდება ამ დაავადების ჩამოყალიბება. და მკურნალობის პროცესიც დაახლოებით იგივე რაც ტიპი 1, ტიპი 2 შემთხვევაში? დაახლოებით იგივეა რაც ტიპი 1-ის. რა ძველი ყოფილა გუში რომ უსმენდი? მე მგონა რომ მომესმა რომ ასეთი ძველი დაავადებაა და ამდენი ძალიან ძველი და ამავე დროს ძალიან საშიში დაავადება. ხო. თან გუში ბზანეთ ქალბატონო ეკა რომ პრაქტიკულად
გადარჩენა შეუძლებელი იყო ხოლმე სანამ ინსულინის გამოიგონებდნენ, ხო? მე მგონი ასეთ. ინსულინის აღმოჩენამდე ერთადერთი საშუალება იმისა, რომ ემართათ დიაბეტი, იყო შიმშილი. ფოტოები რო იყო კი. კაცრი შიმშილი და ადამიანები მიდიოდნენ კახიქსიურ მდგომარეობამდე მთლიანად განლეული კუნთოვანი მასა და მაინც იღუპებოდნენ, მაგრამ რამოდენიმე თვის მოგების საშუალებას აძლევდა ეს. ასე რომ დიაბეტის აღმოჩენა სასწაულის ტოლფასი იყო მაშინ. ინსულინის აღმოჩენა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ინსულინმა გადაარჩინა ფაქტიურად ეს ხალხი სიკვდილს. პენიცილინის აღმოჩენის დონისაა, ალბათ თუ მეტის არა. კი ბატონო, იმიტომ რომ ტიპი 1 დიაბეტი არის გლობალური პრობლემა, დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი არის დაავადებული დღეისათვის მთელ მსოფლიოში ტიპი 1 დიაბეტით. ტიპი 2 გაცილებით მეტია ალბათ. ტიპი 2 ძალიან ბევრია. რამოდენიმე 450 მილიონი იქნება 2027 წელს გათვლილია მთლიანად ტიპი 1 და ტიპი 2. და ტიპი 1 წარმოადგენს მხოლოდ 10%-ს აი მთელი ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის. შეძენილს რო ეძახიან, ორივე ტიპი შეიძლება ადამიანმა შეიძინოს. აი შედენილს რას ეძახიან? აი გამიგია ხოლმე რომ აი შეშინდა და მერე შაქარი დაემართა. ეგეც რაღაცა მითია და თქვენ რა სიტყვით. არ ვიცი, ხო გეუბნებით მარტო. ანუ დაბადებიდან არ ქონდა დიაბეტი და მერე დაბადებიდან არ არის არ გამიგია რომ დაბადებიდან მე არ ვიცი ექიმი არა ვარ ამ სფეროში და მაგრამ ვიცი რომ დიაბეტი ვითარდება ადრეულ ასაკში, ბავშვობაში და ვითარდება ყოველთვის რაღაცა ატრიგერებს, ანუ რაღაცას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უფრო ძირითადად არსებობს გენეტიკური წინასწარ-განწყობა, არსებობს მარტო გენეტიკური წინასწარ-განწყობა არ არის საკმარისი, საჭიროა კიდე რაღაცა დამატებითი ფაქტორი, აი ეს დამატებითი ფაქტორი არ ვიცით რა არის. ერთ მცირე კითხვას დავსვა, რამდენად შესაძლებელია ადამიანის გენეტიკაში საერთოდ არ ქონდეს დიაბეტი, მაგრამ დიაბეტი შესაძლებელია ესეც. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ არის იმუნური სისტემის დისბალანსი, ანუ დაირღვა რაღაცა, ეს არის იმუნური დაავადება. რამდენად შესაძლებელია ის, რომ აი მე გამიჩნდა დიაბეტი და მე გავხდე ჩემი შვილიშვილის გენეტიკის, ანუ ჩემი შვილიშვილს ჩემი გენეტიკის გამო ჰქონდეს ეს დიაბეტი. თუ კი არსებობს წინასწარ-განწყობა, შეიძლება თქვენს შვილიშვილს არ ქონდეს ის, იმიტომ რომ ჯერ ვერ იყოს გენეტიკურად ჩამოყალიბებული ჩემი. არა, ის ქრომოსომა, რომელშიც არის ეს მუტაცია, შეიძლება არ ქონდეს თქვენ შვილიშვილს, მაგრამ რომც ქონდეს წინასწარ-განწყობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ჩამოუყალიბდება დიაბეტი. ამისი გარკვევა შეიძლება გენეტიკური ტესტის ჩატარებით და შეიძლება გაირკვეს ეს წინასწარ-განწყობა არის თუ არ არის. მაგრამ ბევრ შემთხვევაში ეს გენეტიკური ტესტების ჩატარებაც არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი მუტაცია არსებობს, რომელსაც არანაირი ის არ აქვს, რა ქვია, კლინიკური მნიშვნელობა, მაგრამ ეს ყველაფერი როცა იცის ადამიანმა შეიძლება იმან უარესი ზიანი მიაყენოს, ვიდრე დაავადებამ, რომელმაც ჰიპოთეტურად შეიძლება განვითარდეს, მაგრამ სინამდვილეში არასდროს არ განვითარდება. ბიოხელოვნური პანკრეასი, ქალბატონო ეკატერინა, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის შედეგად რამდენადაც მოусმინა 5 წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა ეს კვლევა ინსულინის აღმოჩენის ტოლფასი არისო. რას შეცვლის ბიოხელოვნური პანკრეასი ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებში და რა ვიცი, მოგვიყევით მოკლედ ყველაზე მეტად ეს ამბავი გვაინტერესებს. აი მოკლედ მოვყვებით მაშინ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი თემაა და ჭულს წაგვიყვანს ამაზე საუბარი. ტიპი 1 დიაბეტი დღეისათვის არის მართვადი ინსულინით.
გარდა იმისა, რომ არსებობს ინსულინის მოლეკულა პრეპარატი, თავად მისი შეყვანის მეთოდებიც დაიხვეწა, არის ეგრეთ წოდებული ტუმბოები, ინსულინის ტუმბოები, ჩვენ შეგვიძლია დღეს ვზომოთ გლუკოზის დონე სისხლში მუდმივად, ანუ მუდმივი მონიტორინგის სისტემები არსებობს, რომელსაც პაციენტები ესე მხარზე დაიმაგრებენ და შეუძლიათ თავის ტელეფონზე უკვე აკონტროლონ რამდენია სისხლში შაქარი რეალურ დროში. ეს ყველაფერი გადაეცემა ალგორითმი, მუშავდება და გადაეცემა ამ იმას, რა ვქვია, აპლიკაციას. ტუმბოს, ინსულინის ტუმბოს და მე იქიდან შედის ინსულინი ადამიანის ორგანიზმში. ფაქტიურად პაციენტს დღეს აღარ უნდა სჭირდებოდეს თითების ჩხლეტა დღეში რამოდენიმეჯერ და არ უნდა სჭირდებოდეს ინსულინის ხელით შეყვანა შპრიცით დღეში რამოდენიმეჯერ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველას არ აქვს დღესდღეობით ამის საშუალება, მაგრამ ეს ყველაფერი დაიხვეწა. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი არ კურნავს დიაბეტს, იმიტომ რომ ის დაზიანებული უჯრედი, რომელიც განადგურდა და ინსულინს აღარ გამოიმუშავებს, ის ისევ აღარ არის, უბრალოდ ჩვენ გარედან შეყვავს ინსულინი უფრო დახვეწილი მეთოდებით. ამიტომ ეს დაავადება ისევ იქ არის და განკურნება ნიშნავს, რომ დაავადება აღარ არსებობს, ადამიანი არის თავისუფალი და მას აღარ სჭირდება ინსულინი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთ რომ შევიმუშაოთ ეგრეთ წოდებული ფუნქციური განკურნება. ფუნქციური განკურნება ნიშნავს იმას, რომ ის უჯრედები, რომლებიც დაზიანდა, ჩავანაცვლოთ ახალი ჯანმრთელი უჯრედებით, რომლებიც უკვე დაიწყებენ ფუნქციონირებას ორგანიზმში და იქიდან დაიწყებენ ინსულინის გამოყოფას და პაციენტს აღარ დასჭირდება ისევე როგორც ჯანმრთელი პაციენტის უჯრედები აკეთებენ ამას. ახლა დღეისათვის უკვე არსებობს ორი ესეთი პროცედურა, რომელიც შეგვიძლია შევთავაზოთ ტიპი 1 დიაბეტის მქონე გარკვეულ კოჰორტას პაციენტებისა, ეს გახლავთ მთლიანად პანკრეასის გადანერგვა, იმიტომ რომ პანკრეასი არის ის ორგანო, სადაც უჯრედები არიან მოთავსებული, ან თავად ამ უჯრედების გადანერგვა. ეს კუნძულებია, ლანგერჰანსის კუნძულები, რომელშიც არის ერთ-ერთი უჯრედის ტიპი, ბეტა უჯრედი, რომელიც გამოიმუშავებს ინსულინს. ჩვენ შეგვიძლია ეს უჯრედები, ეს ლანგერჰანსის კუნძულები გამოვყოთ და გადაუნერგოთ. მაგრამ არსებობს რაღაცა პრობლემები, რომლებიც კიდევ არის გადასაჭრელი. პირველი არის, თქვათ, ის, რომ დონორული ორგანოების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პაციენტების რაოდენობა და მეორე არის, როდესაც ვნერგავთ უცხოს სხეულში, ადამიანის სხეულში, ჩვენი იმუნიტეტი ეგრევე ამოიცნობს მას და მოიცილებს. ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ უნდა ამ პაციენტებს მივცეთ ეგრეთ წოდებული იმუნოსუპრესანტები, წამლები, რომლებიც დრგუნავს იმუნურ სისტემას, მაგრამ ეს წამლები ადამიანმა უნდა მიიღოს მთელი ცხოვრების მანძილზე. და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა იმუნური სისტემის დათრგუნვას თავისი პრობლემები აქვს, ხო? მაგრამ სამედიცინაში ესეა რისკი არ უნდა აჭარდებდეს სარგებელს. ამ შემთხვევაში არის სიტუაციები, როდესაც სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე რისკი ამ იმუნოსუპრესიის, იმიტომ რომ პირველი ტიპი 1 დიაბეტის დროს ვითარდება ნეფროპათია, თირკმლის უკმარისობა, პაციენტებს სჭირდებათ ჰემოდიალიზი, თირკმლის გადანერგვა სჭირდება უკვე იმუნოსუპრესია და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია უკვე შევთავაზოთ ეს ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვა. ახლა რაც შეეხება ბიოხელოვნურ პანკრეასს, რასაც ჩვენ მუშაობთ. ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ ესეთი ორგანო, ენდოკრინული ორგანო, მხოლოდ რომელიც არის მიღებული ბიოინჟინერიის გზით, ანუ ჩვენ ვქმნით კარკასს, ამ კარკასზე ვაჯენთ უჯრედებს, იმ უჯრედებს, რომლებიც გაიმუშავებს ინსულინს. ასევე ხელოვნურად ჩავაშენებთ სისხლძარღვებს ამ კარკასში და ესე იქნება ბიოხელოვნური ორგანო და ასევე ეს უჯრედები, რომლებსაც გამოვიყენებთ და ეს კარკასი იქნება დაცული იმისგან, რომ იმუნურმა სისტემამ ის არ ამოიცნოს, არ მოიცილოს. ეს არის ფაქტიურად ის, რასაც ჩვენ მუშაობთ. დანერგეთ უკვე ჯერჯერობით
თაგვებზე გვაქვს განსხვავებებზე პრეკლინიკური კვლევები ჩატარებულია, წარმატებით დასრულდა, ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ გადავიდეთ უკვე კლინიკური აპრობაციისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წარმოება მოხდეს ისეთ გარემოში, რომელიც არის მისაღები ფარმაკოლოგიური კომპანიებისთვის, იმიტომ რომ ეს უკვე ითვლება ისე კლასიფიცირდება, რომ ამისათვის საჭიროა, რომ წამლის სააგენტო მოქცეს მწვანე პროდუქცირებისათვის და ადამიანებში კლინიკური გამოცდისთვის, პირველი კლინიკური გამოცდისთვის და აი ამ ეტაპზე სწორედ ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ რომ ეს ეტაპი გავიაროთ მარეგულირებელ სააგენტოებთან, გავაკეთოთ წარმოება ამ GMP პროდუქცია სპეციალურ გარემოში და ამის შემდეგ. ხალხონეკა, როცა დაინერგება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს განკურნავს ტიპი 1 დიაბეტს? ზუსტად მაკეთკენ მივდივართ, რომ უნდა განკურნოს ტიპი 1 დიაბეტი, ანუ პაციენტს აღარ უნდა დასჭირდეს ინსულინის ინექცია. შესაბამისად ტიპი 2-საც განკურნავს. ტიპი 2-ის პრობლემა, როგორც გითხარი, ის სხვა პრობლემა კი. არის ის, რომ ეს ამოჭრა. თუ არა, სწორი ბრძანდებით და გეტყვი რატომ? იმიტომ რომ რაღაცა მომენტში გადადის ტიპი 1 დიაბეტში. იმიტომ რომ რაღაცა მომენტში ის უჯრედები უკვე აღარ გამოყოფენ ინსულინს და ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ. დაახლოებით რა დროზეა საუბარი შეიძლება ამის თქვა, როდის შეიძლება დაველოდოთ კონკრეტულ შედეგს? ეს დროის განსაზღვრა არ მიყვარს საერთოდ. იმიტომ რომ ეს ისეთი რამეა, რომელიც ფაქტიურად ჩვენზე ნაკლებად არის ან უკვე არის ჩართული მარეგულირებელი, კანონმდებელი, ძალიან ბევრი ბიუროკრატია და ეს ყველაფერი ხდება შვეიცარიაში. თუ შვეიცარიაში ხდება ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედია პაციენტებისთვის, რომ რა თქმა უნდა, არც ისე ძალიან შორს არის ის დღე, როცა რადგან უკვე იმამდე ამის რომ წამლის სააგენტოსგან ჭირდება ებართვა, შესაბამისად პროდუქტი შექმნილია და ახლა უკვე ბიუროკრატიული თემებია მოსაგვარებელი. და ამის თქმა მაინც თუ არის შესაძლებელი, აი რაღაც დაახლოებით, რამდენად ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენთვის განსაკუთრებით ჩვენთვის, იმიტომ რომ ამ ხრივაც მუშაობთ, ამ კვლევების დაწყებისთანავე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ზრუნვა. ჯერჯერობით ყველაზე ძვირი შეიძლება დაჯდეს აი უჯრედული კომპონენტი ამ კონსტრუქციის, ანუ ამ ბიოხელოვნური პანკრეასის, მაგრამ ამაზეც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ ფასი მინიმალურამდე დავიყვანოთ. აქედან გამომდინარე, ამ ხრივაც მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა რეგულატორებთან, ისე მარეგულირებელ სააგენტოებთან, იმიტომ რომ მარეგულირებელი სააგენტოები ითხოვენ ძალიან ბევრ დამატებით, ასე ვთქვათ, კვლევებს, რაც გაცილებით ძალიან დიდ თანხებთან არის ხოლმე დაკავებული. კიდევ მაგის გარშემო ვიტრიალებ. როგორ უნდა მიიღოს თუ გამოიყენოს ეს პაციენტმა დალიოს მედიკამენტის სახით თუ და ოპერაციით თუ და ოპერაციით გაკეთდება? მინი ოპერაცია უნდა გაკეთდეს, მინიმალურად ინვაზიური, ზუსტად ადგილი ჯერ არ ვიცით, სად შეიძლება მისი ჩანერგვა, იმიტომ რომ ამაზეც მიდის ახლა მუშაობა, რომ ადგილის კარგი იდენტიფიკაცია მოხდეს დიდ ცხოველებში და ამის შემდეგ უკვე ფაქტიურად ან კანქვეშ უნდა ჩაყენდეს, ან კუნთში, თქვათ. ზომით რამხელა? ზომა არის ძალიან პატარა, მაგრამ ახლა ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა ამ ზომის მასშტაბირება, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ თაგვებზე. თაგვის წონა არის 25 გრამი. 25 გრამიან ცხოველს სჭირდება ძალიან პატარა კონსტრუქცია. ჩვენ როცა შესაბამისად 25 კილოიანზეც არ არის უკვე საუბარი, არის საუბარი 80 კილო მინიმუმ. რა ასაკიდან იქნება შესაძლებელი? ბავშვებისთვისაც იქნება უკვე? აი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ჩვენ მოვაგვარეთ იმუნოსუპრესიის პრობლემა, ანუ თუ ჩვენ აღარ დაგვჭირდა იმუნური სისტემის დადგმა, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, რომ ყველა პაციენტს, ვისაც აქვს ტიპი 1 დიაბეტი, შევთავაზოთ ეს პროცედურა. და ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი.
რა მაგარი იქნება. წარმატებებს გისურვებთ მართლა. ეხლა რატომ მოვიდა ცებრები მომადგა თვალებზე? აი წარმოუდგენლად მაგარ საქმეს აკეთებთ და როგორ მიხარია რომ ასეთ სოფლიო დონის რევოლუციურ საქმეში ქართველი ადამიანია ჩართული და ხელმძღვანელი. აი ძალიან საამაყო ამბავია და მადლობა თქვენ. და მადლობა თქვენს დედამთის რომ ბოლომდე ვერჩი გედგათ. მადლობა ლიას ნამდვილად. ხო და ისეთი ის არის მადლობებზე ხო გადავედით და მოდია. მადლობებზე ქალბატონო ეკა ჩვენი მეგობარია ესეთი წყლის ტუმბოების სისტემების შემომტანი კომპანია ნემო, რომელსაც შემოაქვს ყველა ტიპის წყლის ტუმბო და არა მარტო წყლის, ღვინის, თაფლის ტუმბოების, მაგრამ ძირითადად წყლის. და აწარმოებს თავის სახელობით ღვინოს, ოღონდ მხოლოდ პატივსაცემის ტუმბებისთვის კინძმარაული. ნახევრადკვილი კინძმარაული გამოგვატანა თქვენთან საჩუქრად, შეგიძლიათ მიირთვათ. თქვენი ძალიან მაგარი საქმის არ გეგრძელოთ, გალიოთ. აქეთ დავდებთ, უგნებავთ, რომ ხელი არ შეგიშალოთ. გეტილი დიდი მადლობა. წვენა უხდება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. აი ღვინო ვახსენეთ. დავაგემოვნებთ. რაღაც აკრძალვები უწესდებათ ხოლმე, როგორც წესი დიაბეტის მქონე პაციენტებს. ტკბილი თუ მოქმედებს არ ვიცი დიაბეტზე, თუ შეიძლება გამომწვევი იყოს, ბევრი მითი არსებობს ამ შემთხვევაში და ტკბილი არის მოკლედ საშიში, შაქარი არის საშიში. ვისაც არ აქვს დიაბეტი, შეიძლება შაქარი გახდეს მიზეზი, რომ დიაბეტი გაუჩნდეს. მოდით ახლა იცი რა შაქარის ჭამა დიაბეტს არ გამოიწვევს. მაგრამ დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღება არ არის რეკომენდირებული საერთოდ და ჯანმრთელობისთვის ცუდია. რაც შეიძლება ნაკლები შაქარი არის ნახშირწყალი, საერთოდ შაქარი ტკბილი კი არ არის მარტო, შაქარი არის პური. ძალიან ბევრ პროდუქტში შედის ნახშირწყლები, ანუ შაქრები. და ამისი დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი, იმიტომ რომ ირღვევა მეტაბოლური ბალანსი, იწვევს ჭარბწონიანობას, ვიმატებთ წონაში და ვითარდება ვართ პრედიაბეტის ანუ მდგომარეობაში გადადის ადამიანი, სხეულის მასის ინდექსი კატასტროფულად იზრდება, ინსულინ რეზისტენტობა ვითარდება, ეს არის ტიპი 2 დიაბეტის წინაპირობა. ეს არის ცუდი. ანუ წონა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევაში. დიდი წონა არის მაპროვოცირებელი ფაქტორი. ვარჯიში არის ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ არა მხოლოდ პრევენცია და როცა აქვთ ტიპი 2 დიაბეტი, ვარჯიში ძალიან კარგად მოქმედებს და არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. პატარების შემთხვევაში ძალიან რთულია გაზიანის ასვენება. გაზიანის ასვენება. პატარებს გერჭევს ვოჩდე. ხო, ანუ ცოტა რადიკალურად რო ვთქვათ, რა საკვებს აკრძალავდით თქვენი ნება რო იყოს და ზოგადად რა პროდუქტს ამოიღებდით ხმარებიდან ერთი ხელის მოსვლა. აკრძალავდი, აკრძალვები ძალიან ცუდი არის. ძალიან ცუდია კი. არ ვურჩებდი ესე ვთქვათ. გადამუშავებულ, ანუ processed food, რასაც ქვია, გადამუშავებელი სწრაფი კვების, ანუ ნახე, ხო, junk food, რასაც ეწახიან, აი ამას ყველაფერს ნამდვილად არ ვურჩევდი არც ერთ ადამიანს რომ მიიღოს. ბევრი რაოდენობით შაქარს რაც შეიცავს, ანუ ტკბილი სასმელები, გააჯერებული შაქრით, იგივე აი ფაქტიურად სადღაცას იყო, აღარ მახსოვს რომელ სოციალურ ქსელში, სადემონსტრაციოდ ნაჩვენები, რომ ამდენ შაქარს შეიცავს ერთი ჭიქა, გაზიანი ტკბილი სასმელი, რაღაც 9 კილო შაქარი. და მაგას ვიწახი, აი ამისათვის აქედან გამომდინარე, აი ესეთი საკვებისგან ბალანსირებული კვება არის ყველაზე ისეთი კარგი და იდეალური ვარიანტი თუ ამის საშუალება გვაქვს. იმიტომ რომ ამას კიდე სხვა მომენტი აქვს, რომ ამის საშუალება ადამიანებს უნდა ჰქონდეთ, რომ მიიღონ სუფთა
ახალი ბალანსირებული საკვები. ხო, ძალიან ის არის, რა ქვია, არ არის ყოველთვის შესაძლებელი. არის სხვადასხვა მეთოდი, რომლითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ, არის ეგრეთ წოდებული მონაცვლეობითი შიმშილი, თუ რა ქართულად როგორ ქვია, აღარ ვიცი. ეგრეთ ან დიეტა ერთ-ერთი დიეტა. ან საათობრივ საძახი. ხო, საათობრივად რაღაცა პერიოდის განმავლობაში თავი შევიკავოთ საკვებისგან და ახლობით 16-18 საათი არ მივირთვათ, მერე მივირთვათ ისე რომ დაბალანსებულად ასევე, ანუ შევამციროთ ნახშირწყლების რაოდენობა, რაც შეიძლება მეტად და რაღაცა პერიოდში ასაკში ისკენ თუ მივდივარ, დაახლოებით 40 წლიდან უნდა დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ კუნთოვანი მასა არ გაილიოს, იმიტომ რომ კუნთოვანი მასის გალევას თავისი პრობლემები მოყვება, ამიტომ კუნთოვან მასას რაზდის პროტეინი. პროტეინები ვარჯიში იმითი რა ქვია, წონებით, რომ კუნთმა არ მოახდინოს რეზორბცია. ორ დღეში მოგიწევს შენ მაგაზე ფიქრი 40 წლის ხდებდი ორ დღეში შევაბატაშო და უკვე დაფიქრდი. მაზე გინდა ვარჯიში სიცხე. აუცილებლად ბუდიშმიშო, აუცილებლად ვიკითხავ, რადგან უსარგებლო და ცუდ რაღაცებს მივადექით, თამბაქო რამდენად მავნებელია დიაბეტისთვის? ზოგადად რომ მავნებელია ცხადია. თამბაქო არის მავნებელი როგორც ასეთი. ძალიან მავნებელია თამბაქო. მე გახლავართ ადამიანი, რომელიც ეწეოდა არ მახსოვს რამდენი წელი, ძალიან ბევრი წელი და ძალიან ბევრს და რომელმაც ერთ დღეში დავავნებე სიგარეტს თავი უკვე რამდენი ბევრი წელია. აღარ ვეწევი და მინდა გითხრათ, რომ შეუძლებელი არაფერი არ არის, ყველაფერი თავის აქედან მოდის ტვინიდან. და ერთ დღეში შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება, თუ სურვილი გაქვს და თუ გადაწყვიტეთ, რომ აღარ გინდათ ემონოთ სიგარეტს. ეს ერთი. მეორე, ის რომ თამბაქო მავნებელია ყველაფრისთვის, არ მარტო დიაბეტისთვის, მაგრამ თამბაქო და დიაბეტი ერთად არის მომაკვდინებელი კომბინაცია. იმიტომ რომ დიაბეტი, როგორც ასეთი, აზიანებს სისხლძარღვებს ძალიან ცუდად და ამასთან ერთად კომბინაციაში თამბაქოს დამატება არის ძალიან ცუდი. ცეცხლი და ნავთი ერთად. ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან სისხლძარღვები არის ხოლმე ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტი და პლუს ეწევიან თამბაქოს. სიგარეტს თავიდანებით ხო სხვანაირი გახდა ყველაფერი, ხო გამიგია რომ ყველაფერი იცვლება უფრო იმის რა ქვია ენერგიული ხდები. ყველაფერს უკეთესად აღიქვამ. ასეა? თამბაქოს. რაც თავიდანებით დიახ. გემოსაც უკეთესად აღიქვამ, ცხოვრებასაც უკეთესად აღიქვამ. აღარ აგაქვს ის რიტუალები, დილით თვალს რო გაახელ და პირველი რაზე ფიქრობ იმაზე, რომ პირველი ღერი სიგარეტი როგორ მოვწიო და როდის უნდა მოვწიო. ანუ ფაქტიურად ყველაფერი მიბმული გაქვს რაღაცა თამბაქოზე და ყველაფერი უკეთესი ხდება, ენერგიაც უფრო მეტი გაქვს. ფაქტიურად თამბაქოს მოწევა არის ორგანიზმის ინტოქსიკაცია ქრონიკული, რომელსაც უბრალოდ რაღაცა პერიოდის შემდეგ ორგანიზმი იწმინდება და უბრუნდება ძალიან ისეთ კარგ რიტმს, რომ რა ვიცი, შეგიძლიათ ჩემი რჩევები მიიღოთ, იმიტომ რომ მე მაქვს გამოცდილება ცხოვრების ამ წეველობის დროს და მწერლობის შემდეგ. ყოველ მხრივ სამაგალითო ადამიანი ბრძანდებით ხალხთან. მადლობა, ეს ნამდვილად არ არის ისეთი მაგალითი, რომელთაც ვამაყობ, მაგრამ როგორც კომპლიმენტს ისე ჩემთვის იმდენად მიუღწეველია ეგ მithumეტეს რომ არაფერი არ არის მიუღწეველი. მეცნიერი ბრძანდებით, რომელმაც საერთაშორისო ასპარესზე უდიდეს წარმატებას მიაღწია და ქართველი ქალებისთვის და ნებისმიერი ეროვნების ქალებისთვის არაფერს მნიშვნელობა მისაბაძი და სამაგალითო უნდა იყოთ. ახლა ასეთი ამას ვაქცევ კითხოთ, მით უმეტეს ამ სოციალური ქსელების სამყაროში ჩვენი შვილები გადართულები არიან აი იმ სკროლვაზე, ნაკლები ინტერესი აქვთ იმავე მეცნიერების მიმართ, ბიოლოგია იქნება, ქიმია რაც იქნება. არ ვიცი, აი რჩევასავით რომ მოგცეთ აქაც როგორ შეიძლება დავაინტერესოთ ჩვენი შვილები, რომ ამ მიმართულებაზე გაამახვილონ ყურადღება. მეცნიერების ნებისმიერ სფეროში, არ ვიცი. უფრო მეტად უნდა ჩართო, იცით რა, ზუსტად ამისი
ასე ვთქვათ, პროტოკოლი, რეცეპტი მე არ მაქვს და არც არავის. იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენს ბავშვობაში იყო ერთი ტელევიზორი და ორი საბავშვო გადაცემა და სკოლა. და რაღაცა ის საბავშვო გადაცემა რო დაწყდა და ტელევიზორი შიშინებდა მე რაღაცა პერიოდის შემდეგ. ანუ ფაქტიურად ინფორმაცია ჩვენ რომ მოგვეპოვებინა, უნდა გვეკითხა, უნდა რაღაცა ზოგი კითხულობდა, ზოგი არა, მაგრამ ვისაც უნდა და ამ ინფორმაციის მოპოვება რთული იყო, მოკლედ. დღეისათვის ინფორმაციული წყარო არის ინფორმაციული, ასე ვთქვათ, პრესია, ფაქტიურად ზეწოლა, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით არის ეს ინფორმაცია და ყველგანიდან, ყველა წერტილიდან ინფორმაცია მოდის. ასევე ძალიან გახშირდა ფულის ადვილი შოვნის საშუალებები, ასე ვთქვათ, და მოზარდებში და ახალგაზრდებში ეს არის ძალიან პოპულარული. ვთქვათ, იცახის რომ იუთუბერი გავხდები, ინფლუენსერი გავხდები და ფაქტიურად გავაკეთებ რაც მომწონს, ან რაც მინდა და მექნება ისეთივე შემოსავალი, როგორც ვთქვათ, შენ 24 საათი ხარ ლაბორატორიაში, მუშაობ, რაღაცას იკვლევ და იმის ნახევარი ხელფასი არ გაქვს, რასაც ეს ხალხი გამოიმუშავებს. ამიტომ ძალიან რთულია დღევანდელ დღეს განსაზღვრო ის გზა, რომელიც ამ ხალხს მიაბრუნებს იქითკენ, რომ დაინტერესდეს, თქვათ, სამედიცინო, სამეცნიერო კვლევებით, რაღაცა ამ სფეროთი. ალბათ მაინც ადამიანზე და პერსონაჟია დამოკიდებული, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სკოლებში შევძლებთ ამისი შეტანას, უფრო დაინტერესებას ბავშვების, რა ვიცი, გამარტივებას. ახლა მაგალითად მე აი ეს ჩვენი კვლევაზე რაც იყო სტატია დავწერე 14, 15, 13 წლის ბავშვებისთვის გამარტივებული ენით. და თვითონ ბავშვები იყვნენ რედაქტორები ამ სტატიის და კითხვებს გისვამდნენ, რა გაიგეს, რა ვერ გაიგეს, რატო აინტერესებს, რატო არ აინტერესებს. ალბათ ესეთი რაღაცეების გაკეთებაც შეიძლება, რომ აი ესე ვცადოთ მეცნიერებმა, რომ გავამარტივოთ და ისეთ ენაზე დავწეროთ და ისე მივაწოდოთ ბავშვებს ეს ყველაფერი, რომ ისინი დავაინტერესოთ ამ ყველაფრით. თუმცა ძალიან გაურკვეველ დროში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე შემოდის და ყოველდღიურად ახალი რაღაცა ისმის, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის მხრივ. და არ ვიცი, აი ცოტა ხანში რა იქნება, ნამდვილად ვერ გეტყვით. სულ ამბობ, რომ ძალიან ბევრი საცდურია კი და მით უმეტეს ბავშვებისთვის არის რთული ამის გაძლება და გადახარშვა. დიდებისთვისაც ძალიან რთულია. ხო, და ბავშვებისთვის მით უმეტეს ძალიან რთული იქნება. ახლა 80% დღეს სკოლაში რაღაცა თემას აძლევენ დასაწერად, 80% ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ხო, ფაქტობრივად ტვინი ხო ჭკნება, რომ ხო ტვინის ხო კუნთია, თუ მუდმივად მუშაობაში და მოძრაობაში არ არის ჭკნება, ხო? არა, თემის დაწერა მაგარი იყო ხოლმე, რატო 1, 5, 6, 7 წიგნი მესე მეწო ხოლმე, იქ თან მუღამი ქონდა მაგას და ეხა ხო ეტყვი იმას და უცებ იმ დაგიწერს. ძალიან ცუდია. დედავადო ეძახით უდღეურს ხელოვნურ ინტელექტს. დასასრულისკენ ასეთ კითხვას დავსვავ, პირადად რომ მიმართოთ იმ პატარებს, იმ მშობლებს, რომლებსაც აქვთ ტიპი 1 ან ტიპი 2 დიაბეტი და ებრძვიან ამ პრობლემას საქართველოში. თქვენ როგორც მეცნიერი, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრის წინა ხაზზე ხართ, ბრძოლის წინა ხაზზე. აი რას ეტყვით, რითი დააიმედებთ, გარდა იმისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და ხო, აი რითი დააიმედებთ, რომ აღარ გავაგრძელო უფრო. პირველ რიგში ვეტყვი იმას, რომ ეს განაჩენი არ არის, არც სტიგმა არ არის ტიპი 1 დიაბეტის ქონა, ეს არის მდგომარეობა, რომელთანაც თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ძალიან ბევრი ადამიანია, გამოჩენილი სპორტსმენი, გამოჩენილი პოლიტიკოსი, მეცნიერი, სპორტსმენები, რომლებიცაც აქვთ მოპოვებული ოლიმპიური ჯილდოები. ანუ ფაქტიურად არიან ტიპი 1-ის მქონე ადამიანები, რომლებსაც არანაირად ხელი არ ეშლებათ მიაღწიონ წარმატებებს, თუნდაც ფიზიკურად დატვირთულ სფეროებში. ასე რომ ეს ერთი, ანუ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ აი
ჩვენ ვართ რაღაცა ისეთი დაავადების მქონე, რომ არ გვეშველება არაფერი. მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მკურნალობა, აუცილებლად სჭირდება მართვა და დღეს ამისი მართვის უამრავი საშუალება არსებობს და თუ კარგად იმართა, მაშინ გართულებებიც ნაკლებად გვაქვს. და რაც ყველაზე მთავარია, მეცნიერთა დიდი არმია უკვე მუშაობს იმისათვის, რომ განიკურნოს საბოლოოდ დამარცხდეს ტიპი 1 დიაბეტი, დადგეს ფუნქციური განკურნება, აღარავის აღარ დასჭირდეს ინსულინის ინექცია და ამისკენ არის გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი. სადღაც უკვე ბოლოსკენ ვართ და ასე რომ იმედიანად უნდა ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება. უღრმესი მადლობა. ბოლოსკენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, მიშო ჩვენი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი, თან დიაბეტზე ვსაუბრობთ და ჩვენ მეგობარს გურჯაანის ბოლოსკენ შემოვიტოვეთ. კი, რა თქმა უნდა, ტკბილი ლუკმა პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით არაჩვეულებრივ ნაყინებთან ერთად აქვს დიაბეტური ნაყინი, რომელიც ჩვეულებრივ იყიდება გურჯაანის ნაყინებთან ერთად, არის ფაქტობრივად იგივე გემო, რაც ჩვეულებრივი ნაყინები და ძალიან გემრიელია და მადლობა გურჯაანის ნაყინს, რომ ზრუნავს ადამიანებზე თავისი კარგი გემოებით. უღრმესი მადლობა თქვენ ბევრ წარმატებას გისურვებთ. მადლობა რომ ჩვენთვის მოიცალეთ და მადლობა მაყურებელს, რომელმაც გვიყურა და თუ პატარა კი არა ძალიან დიდი იმედი მოგუცა ქალბატონმა ეკამ და იმედით ვიცხოვროთ სულ მოკლედ რა. ძალიან უმეტეს რაც ჩვენ შვილებს ეხება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში მადლობა იმისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ ამ გლობალური პრობლემის დასაძლევად. მადლობა. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა.